2,23. ერთ წევრის გაყოფა ერთ წევრზე. 6 ABC გაყოფილი -3 C-ზე. მოდი ეს გაყოფა რო გაგვიმარტივდეს. გაყოფა 2 გაყოფა შევცვალოთ ფარდობით. ანუ წილადის ხაზით. ანუ მივიღებთ 6 ABC შეფარდებული -3 C-სთან. 6 გაყოფილი -3-ზე არის -2, C შეკვეცავს და დაგვრჩება -2 AB. გადავიდეთ მეორეზე. -24XYZ გაყოფილი -8Y-ზე. აქაც გაყოფა შევცვალოთ ფარდობით. ანუ -24XYZ შეფარდებული -8Y-თან. მინუსი გაყოფილი მინუსზე არის პლუსი, ნიშანი პლუს წინ არ ვწერთ, 24 გავყოთ 8-ზე არის 3, Y შეკვეცავს, დაგვრჩება 3XZ. შემდეგი 15AB გაყოფილი -5AB-ზე. აქაც 2 გაყოფას შევცვლით შეფარდებით, 15AB შეფარდებული -5AB-სთან. 15 გაყოფილი -5-ზე არის -3, AB შეკვეცავს და გვხვდება მარტო -3. მეოთხე -4XYZ გაყოფილი -4XZ-ზე. აქაც გაყოფას შევცვლით შეფარდებით, ანუ -4XYZ შეფარდებული -4XZ-თან. მინუსი მინუს შეკვეცავს, 4 შეკვეცავს, X შეკვეცავს, Z შეკვეცავს და გვხვდება მარტო Y.